ვიკა ბუკია სასამართლოს ხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე წუთი-წუთზე დაიწყება და დიდი ალბათობით დღესვე მოსამართლე დავით თეთრაული გამოაცხადებს ცნობს თუ არა ტევაპიროლის წამყვანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მარიამ ლაშქრის შეურაცხყოფის გამო, თუმცა აქ არის ერთი ძალიან საინტერესო გარემოება. შაბათის ეთერის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება ადესტურებს იმას, რომ ვიკა ბუკიას საქმე არის გაყალბებული. ყოველ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შეადგინა კონკრეტულმა პოლიციელმა, ირკვევა, რომ საერთოდ არ მონაწილეობდა Facebook პოსტის დათვალიერებაში. ეს დგინდება იქიდან, რომ სკრინშოტი, რომელიც არის გადაღებული ვიკა ბუკიას Facebook პოსტზე, არის გაკეთებული შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის დეპარტამენტის მარიამ კერესელიძის ქმრის Facebook-ით. ეს ადამიანი საერთოდ არ არის სამართალდამცველი და დღეს, როდესაც ჩვენ მარიამ კერესელიძეს დავუსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა, რომ მისმა მეუღლემ გადაიღო სკრინშოტი და სწორედ აღნიშნული დოკუმენტი ჩაიდო უკვე საქმეში, როგორც მთავარი მტკიცებულება ტევაპიროლის წამყვანის ვიკა ბუკიას წინააღმდეგ მარიამ კერესელიძემ ძალიან საინტერესო თავისმართლება შემოგთავაზა. იურისტი ამბობს, რომ მისი მეუღლის Facebook-ით სარგებლობს თავადაც და მისი მეუღლის Facebook-ის პაროლი აქვს იმ პოლიციელებსაც, რომლებსაც თავად არ აქვთ სოციალური ქსელი, მაგრამ სჭირდებათ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევები გამოავლინონ. ეს მეუღლეზეც მინდა გკითხოთ, კიდევ ათვალიერებს ვიკა ბუკიას გვერდს Facebook account-ი, საიდანაც მოხდა დათვალიერება, კი, ნამდვილად არის ჩემი მეუღლის და მე პირადად სარგებლობ, იმიტომ რომ საკუთარი არ გამაჩნია. რაც შეეხება ოქმის შემდგენებს, რაც შეეხება, მათაც აქტიური Facebook account-ი არ გააჩნდათ, შესაბამისად მე მივეცი წოდომა აღნიშნულზე, საიდანაც მოხდა დათვალიერება. ჩვენი მეუღლის Facebook-ის პაროლი მიეცით პოლიციელებს? ჩემი მეუღლის Facebook პაროლი მაქვს მეც, ვიყენებ აქტიურად და შესაბამისად მივეცი. მეუღლის პირადი სივრცე იურისტმა ადამიანმა როგორ გაასაჯაროა? რომ უფლებებია მისი დასაცავი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მის პირად სივრცე სამჯერ მოვუსმინე მარიამ კერესელიძეს საიამ განცხადებას. მეგონა რომ მეჩვენებოდა და მე მგონა რომ არ თქვა რომ მისი ქმრის Facebook პაროლი გადასცა მის თანამშრომლებს. მისი ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელიც არ არის. ასე აბუჩა დაიგდონ საკუთარი თავის საკუთარი ოჯახის წევრებიც, რომ თქვან, რომ ესე იგი მისი ქმრის Facebook პაროლი გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც შედიან მისი ქმრის Facebook-ზე, მერე შედიან თურმე ჩვენს Facebook-ზე და სკრინავენ და რა უნდა გითხრათ, მარიამ კერესელიძის ქმარი ჩემი დასაცავი აღმოჩნდა. მარიამ ლაშქრის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადმინისტრაციულ სამართალდამცველად გამოაცხადეს დღეს უფლებადამცველი ბაია პატარაია. მოსამართლე, რომელიც აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა, იყო ლელა ცაგარეიშვილი და მისი გადაწყვეტილებით სწორედ 4,000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა ბაია პატარაიას. დღეს სასამართლო პროცესზე იურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამტკიცებდა იმას, რომ ბაია პატარაია საკუთარ Facebook პოსტებში უხამსად მოიხსენიებდა აღნიშნულ პოლიტიკურ ფიგურებს, რითიც მათ ღირსება შეელახათ, თუმცა კონკრეტულად რა სიტყვები აღიქმებოდა ღირსების შემლახავად და უხამსად, ეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ვერ თქვა. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვა არ იყო მოხსენიებული აღნიშნულ Facebook პოსტებში, იყო გამოყენებული სიტყვა მონა, იყო სიტყვა გამოყენებული ასევე მოღალატე კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების მისამართით და დღეს ბაია პატარაია ამტკიცებდა, რომ ეს არის რეალურად მისი გამოხატვის თავისუფლება, რაშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო და როგორც აღმოჩნდა სასამართლოც უხეშად ერევა. Როდესაც უხამსობის შინაარსი ალბათ ქვემართლისმით არის იქრას ნიშნავს უხამსობა, იმიტომ რომ უხამსობის ძალიან კონკრეტული შინაარსი და არც ერთი სიტყვა, რომელიც ჩვენ პოსტებში არის გამოყენებული, არ არის უხამსი, ან სასამართლოსგან, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მე მოვისმე, იმიტომ რომ მაგალითად გავიღვარებინო ჩემ მომდევნო პოსტებში. საერთოდ მაინტერესებს დამრჩა თუ არა რამესახის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, იმიტომ რომ როგორც ჩანს, დღეს საქართველოში უკვე აკრძალულია პოლიტიკოსების კრიტიკა, აკრძალულია პოლიტიკური მოვლენების შეფასება, აკრძალულია პოლიტიკური მოვლენებზე საკუთარი აზრის დაფიქსირება და შეფასებითი კომენტარის გაკეთება. მოგახსენებთ, რომ შეფასებითი კომენტარი ყოველთვის დადებითი ვერ იქნება. მე მიწერია მაგალითად, რომ სამშობლოს ხალხი, როდესაც საქართველოს აბრალებ, რომ 2008 წელს მან დაიწყო ომი. შესაბამისად, აქ ვერაფერს მე უხამსობას
და შეურაცხყოფას ვერ ხედა. ეს არის პოლიტიკური შეფასება და პოლიტიკური შეფასებების გარეშე არ არსებობს დემოკრატია. ჩვენ თუ აღარ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ადამიანმა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ მოვლენაზე გააკეთოს პოლიტიკური შინაარსის შეფასება პოლიტიკოსთან დაკავშირებით. მაშინ ვიტყვით, გითხარით, რომ არის უბრალოდ დიქტატურა ქვეყანაში დამყარებული და უბრალოდ იკრძალება ზოგიერთი სიტყვის გამოყენება. შესაძლოა წარმომადგენელმა მართალია კონკრეტულ სიტყვებს მოერიდა, რომ დაერქმია ეს სახელი, რომ ეს სიტყვები აღარ უნდა იყოს ნახსენები, თუმცა საბოლოო ჯამში, როცა ჩვენ ვთხოვეთ ამის დაკონკრეტება და ვთხოვეთ განემარტა, რომ ეს იყო დაბლოკილი სიტყვები ამის მერე თუ არა, საწინააღმდეგო განმარტება არ გაუკეთებია, შესაბამისად შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ სასამართლომ გაიზიარა ის, რომ ეს სიტყვები თუ მათ პოლიტიკოსების მიმართ იყენებენ, არის დაბლოკილი სიტყვები. ნებისმიერი ისეთი სიტყვა, რომელიც არ გამოხატავს სიმპათიას პოლიტიკოსის მიმართ, იმიტომ რომ ბაია პატარაიას განცხადებაში არსებული სიტყვები ძირითადად არაფრით გამორჩეული არ იყო, გარდა იმისა, რომ კონტექსტუალურად არ გამოხატავდა სიმპათიას პოლიტიკოსების მიმართ. Facebook პოსტების გამო ჟურნალისტების და მოქალაქეების დაჯარიმების ტენდენცია გრძელდება ჯერჯერობით სასამართლოში. არ გვინახავს, რომ პატიმრობა მოითხოვა მსგავსი შინაარსის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ბუნებრივია არ იქნება გამორიცხული, რომ დღეს პოზიცია შეცვალონ. ვიკა ბუკიას სასამართლო სხდომა წუთიწუთზე დაიწყება და მაღალი ალბათობით დღესვე გავიგებთ, გამოაცხადებენ თუ არა მასაც ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.